2023 წლიდან ვირიცხებოდი თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვის შემადგენლობაში. იმის შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო ძალიან ცუდი მოვლენები, ჩვენ ფაქტიურად დავკარგეთ ის გზა, რომელიც გზითაც მივდიოდით. ქვეყანაში გამეფდა ოლიგარქიული მმართველობა და ამასთანავე ყავს ფაქტიურად არაღიარებული ხელისუფლება. მე ამ ყველაფერში დავინახე საფრთხე და დავდექი იმ ხარეს, რომელიც ხარესაც თვლი რომ სწორად ვიდექი და თვლი რომ ჩემს სამშობლოს დღეს იქ ვჭირდებოდი და იქ უნდა ყოფილიყავი და იქ უნდა მდგარიყავი. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ რეზერვისტებს გვეკრძალება შეკრებებში და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება, მე დავდექი ასე ვთქვათ არჩევანის წინაშე, ან უნდა გავჩუმებულიყავი, აღარ გამოსულიყავი აქციაზე და გამეგრძელებინა სარეზერვო სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი ბრძოლის ველი გადის არა ცეცხლის ქვეშ, არამედ იქ, სადაც დღეს ვდგავარ. და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ სამწუხაროდ მომიწია აქტიური სარეზერვო სამსახურის დატოვება. კონტრაქტის ნაადრევად დარღვევის გამო დამიწერეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და მომწეს ამის გადასახდელად ერთი თვის ვადა